გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავენ ნიკა ზანგალაძე 23 წლამდელებს შორის გამართული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. მან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ამ შედეგისთვის სპორტსმენს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში მადლობის სიგელი გადასცეს. გაერთიანების ხელმძღვანელმა სპორტსმენს და მის მწვრთნელს წარმატებები უსურვა. ნიკა ზანგალაძე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია. იგი საქართველოს ჩემპიონი, პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულია. გასულ წელს მას 20 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ერთი ნაბიჯი დააკლდა მედლამდე. ალბანეთის ქალაქ-ტირანაში გაიმართა 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრებმა მიიღეთ მონაწილეობა. ჩემპიონატ გამოსვლასაც შეეხება დავიკავე ვერცხლის მედალი, ჩავატარე სულ 3 შეხვედრა. აქედან 2 აშკარო უპირატესობით გავიმარჯვე ფინალში. ჩემზე ძლიერი მეტოქე მოხდა, თუმცა დებიუტანტის კვალობაზე თვლი რომ სულაც არ მიჭიდავია, მაგრამ რაღაც პატარა ნიუანსების გამო მომიწია ვერცხლის მედლის დაკავება. წინარე სოფლიო ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, უფრო უკეთესად მომზადებით ნაკრები, მეც უკეთესად მომზადები და გავამოჯობესებ და რა თქმა უნდა, ვერცხლის მედალს ოქროს მედლით გადავწვდი. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, რომ მობრძანდით და დააფასეთ ეს შედეგი. რაც შეეხება ნიკას გამოსვლას, სიმართლე გითხრათ, მოლოდინი და მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ნიკა ნაბიჯ მიიძევს წინ. შაშანაც მოგვიწია ამ მოწინააღმდეგესთან ჭიდაობა, სულ ერთი ქულით დათმო და ამ შეხვედრას რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ძალიან კარგად მიყავდა, ლოგიკურად მიყავდა, იქ სადღაც 30 წამში გადაწყდა ბოლოში ბევრი რამე. უბრალოდ იჩინა თავი იმან, რომ ნიკამ ცოტა იფიქრა, რომ შეცდომა არ დაუშვა და აი ამ შეცდომის არ დაშვების გამო ცოტა ჭიდაობა შებოჭა, რო ვთქვა და ამის გამო დავკმაყოფილდით მეორე ადგილს, მაგრამ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და მომავალში ოქროს მედალი გვექნება. გაკვეთილზე დავინახე, რომ ძალიან ჰიპერაქტიული ბავშვი იყო ეს. შევთავაზე, რომ ეს ენერგია ბავშვებთან რომ დიზგილაო. მოდი და მიზანმიმართულად გამოვიყინოთ იარე ჭიდაობაზე მეთქი და მოვიდა იმის მერე მართლაც აქტიურად ვარჯიშობს. გაცდენა ამისთვის არ არსებობს, იმიტომ რომ თუ გააცდინა, იგი იშვიათი იყო, პირდაპირ გაკვეთილზე ვაკითხავდი ხოლმე რად გააცდინა. პატარაობიდანვე აითვის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფიზიკური მონაცემები, სისწრაფე, მოქნილობა, ყველაფერი და გადავიყვანეს დიდების ჯგუფში. და იქიდან მოყოლებული უკვე სამეულის გარეთ არ დავჩენილებთ არც ერთ შეჯიბრს. და მოვედით ჯერჯერობით აქამდე და მომავალში კიდევ ჯერავს რომ უკეთეს შედეგებს გავაკეთებთ ნამდვილად.